ახალი წლის პირველ დღეს საქართველოში 150 ბავშვი დაიბადა, მათ შორის არიან ტყუპებიც, რომლებიც თბილისში გაჩნდნენ. 2014 წლის პირველი თბილისელი კი პატარა რეზიკოა. მთლიან საქართველოში პირველობის ტიტული ქუთაისელ ნინო მახათაძეს ერგო, რომელიც ახალი წლის დადგომიდან 4 წუთში მოევლინა ქვეყანას. 2014 წელს დაბადებული პირველი ახალშობილი ნინო მახათაძეა. გოგონა პირველის 4 წუთზე ქუთაისში დაიბადა. პატარა დედასთან ერთად კლინიკაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძალიან ბედნიერი ახალი წელი გაფიცენდა. დიდი მადლობა ქუთაისის მერს. უბედნიერესი ადამიანია. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თავს გრძნობს ძალიან კარგად, იმყოფება დედასთან პალატაში. ულოცავ ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს. ძალიან სასიხარულო ღონისძიებაა ჩემთვის, იმიტომ რომ 2014 წელს პირველი დაბადებული ბავშვი ქუთაისელი არის პატარა ნინი. მიულოცეთ მის ოჯახს და გადავეცით როგორც საჩუქარი, ასევე გულადი, ესე იგი პროგრამიდან, სოციალური ღონისძიებების პროგრამიდან პირველ ნივთს შეუძენენ ქალაქის სახელით. თბილისში პირველი ახალშობილი იმედის კლინიკაში გაჩნდა. რეზო სანიკიანი სამშობიარო სახლში პირველ სარდე დაიბადა. 12 წელი ვიყავი აქ და საკეისრო პრეთქი ჩამიტარდა პირველი სახე მაგზა. 3 და 500 გაჩნდა და 53 სანტიმეტრი. ჩვენთან 2014 წლის 1 იანვარს 9 საათსა და 45 მინუტზე მოევლინა ქვეყანას რეზიკო სანიკიანი. დედა და ბავშვი ამ ეტაპზე გრძნობენ თავს დამაკმაყოფილებლად. თბილისში დაბადებული პირველი ახალშობილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა. მარიამ ჯაშმა ოჯახს 1 იანვრიდან კანონში შესული ცვლილებები გააცნო, რომლის მიხედვითაც დეკრეტული შვებულება და ფულადი ანაზღაურება იზრდება. ანაზღაურებადი სადეკრეტო შვებულება გაიზარდა 4-დან 6 თვემდე, ხოლო ანაზღაურებადი თანხა 600-დან 1000 ლარამდე. მეორე სიახლე არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 1 ივლისიდან იმ ქალბატონებს, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდათ ან სახელმწიფო ან კერძო დაზღვევის პოლისი, მათ მიეცემათ საშუალება, რომ ისარგებლონ სამშობიარო სერვისების ანაზღაურებით. კლინიკა ახალ სიცოცხლეში კი 2014 წლის პირველი ტყუპები დაიბადნენ. ანასტასია და ნუცა გერსამიები 1 იანვარს გამთენიისას გაჩნდნენ. 2 და 800 ნუცა და 2 ანასტასია. შევი დამკმაყოფილები ვარ თვითონ ახალ სიცოცხლეში. შობიაროთ ახალი სიცოცხლეები დაიბადნენ და მაგრამ დამკმაყოფილი ვარ. სტატისტიკური მონაცემებით 2014 წლის 1 იანვარს სულ 150-მდე ახალშობილი დაიბადა.